ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ არაერთხელ დაადანაშაულეს იმაში, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპზე ზეწოლას ახდენდა, რომ ირანზე დაესხა თავს. ბრალდება, რომელსაც არც ისე დაფარული ქვეტექსტი აქვს, თითქოს ისრაელი და ებრაელები აკონტროლებენ ამერიკის საგარეო პოლიტიკას. მაგრამ რა მოხდება თუ რეალურად არსებული დინამიკა საპირისპიროა და სწორედ ტრამპი იღებს გადაწყვეტილებებს ნეთანიაჰუსა და ისრაელისთვის? თავდაცვის მინისტრთან ერთად მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს ტერორისტული ობიექტების დაბომბვა ბეირუთში. არ იქნება ისეთი მდგომარეობა, როცა ჰეზბოლა თავს დაესხმება ჩვენს ქალაქებსა და მოქალაქეებს, ხოლო მისი ტერორისტული შტაბ-ბინა ბეირუთში, დახიეში ხელშეუხებელი დარჩება. ეს იყო ბენიამინ ნეთანიაჰუ, ორშაბათს, დღის 2 საათზე. რამდენიმე საათის შემდეგ დონალდ ტრამპმა გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუს ბეირუთზე დარტყმის გეგმების გამო დაძაბულ სატელეფონო საუბარში მკაცრად უსაყვედუდა ედურა და აქსიოსის ცნობით უთხრა, შენ სულ გაგიჟდი, რომ არა მე ციხეში იქნებოდი, მე გაძვრენინებ თავს. ეხლა ყველას ზულხარ. ყველას ზულს ისრაელი ამის გამო. ერთ მომენტში ტრამპმა ნეთანიაჰუს უყვირა, რას აკეთებ ჯანდაბა? ღამის 10 საათისთვის ნეთანიაჰუმ ბეირუთზე დარტყმისგან თავი შეიკავა და ტრამპს უთხრა, რომ თუ ჰეზბოლა არ შეწყვეტს ისრაელის ქალაქებსა და მოქალაქეებზე თავდასხმას, ისრაელი ტერორისტულ ობიექტებს ბეირუთში დაარტყამს. ფიქრობთ, თლიანობაში ტრამპმა გააცნობიერა, რომ ლიბანში ომი, რომელსაც ნეთანიაჰუ ბოლო დღეებში ამწვავებდა, დააზიანებდა იმას, რასაც ის ირანთან ცდილობს, დააზიანებდა იმ შეთანხმებას, რომლის მიღწევად სურს და მან გადაწყვიტა ეს შეეჩერებინა. მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუს განცხადება მიუთითებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ჰეზბოლას ობიექტებზე დარტყმებს ლიბანის მასშტაბით ბეირუთის გარდა, პრემიერ-მინისტრი კრიტიკის ქვეშ მოექცა როგორც მოკავშირეების, ასევე ოპონენტების მხრიდან. არა მხოლოდ იმის გამო, რომ მან არ შეასრულა მუქარები ბეირუთში ჰეზბოლას ობიექტების დაბომბვასთან დაკავშირებით, არამედ იმის გამოც, რომ ვერ შეძლო ტრამპის მოთხოვნების წინააღმდეგ გაძლება. ოფილმა მემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა, რომელიც ფართოდ ითვლება ნეთანიაჰუს ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ ისრაელის მოახლოებულ არჩევნებში, მას დაადანაშაულა, ციტირებ, ისრაელის სუვერენიტეტის კონტროლის დაკარგვაში. ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა მკაცრად გააკრიტიკა ნეთანიაჰუ იმისთვის, რომ ის, ციტირებ, ვასალურ სახელმწიფოს მართავს. ისრაელში არასოდეს ყოფილა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ასეთი დამამცირებელი და აშკარად არაგონივრული მოთხოვნა მიიღო. ჰეზბოლა მტერია ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში, ბაალბეკში და ყველგან, სადაც მისი ძალები არიან განლაგებული. და ჩვენ უნდა დავარტყათ მას და არ უნდა შევზღუდოთ ისრაელის თავდაცვის ძალების ხელები. კრიტიკა იყო ასევე ნეთანიაჰუს უკიდურესად მემარჯვენე კოალიციის შიგნიდანაც, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა მოუწოდა მას არ გაეთვალისწინებინა ტრამპის მოთხოვნები. ბენ-გვირმა X-ზე დაწერა: თქვით, რომ ძლიერი პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეუბნება, დიახ, როცა შესაძლებელია და არა, როცა საჭიროა. ეხლა ის დროა, რომ ჩვენს მეგობარ პრეზიდენტ ტრამპს უთხრათ არა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ჰეზბოლას მდგომარეობა გარედან რომ ჩანს, იმაზე უარესია. და ეს მუდმივი ზეწოლა შეიძლება შედეგს გამოიღოს. მომდევნო დღეებში ბოლო 24 საათის მოვლენებმა ორი არასასიამოვნო სიმართლე გამოავლინა. პირველი ისა, რომ ირანის დაჟინებულმა მცდელობამ ლიბანის ფრონტი აშშ-თან მოლაპარაკებებს დაუკავშიროს, შედეგი გამოიღო და ისრაელის მოქმედების შესაძლებლობა შეზღუდა. და მეორე ისა, რომ ისრაელი არა მხოლოდ ჰეზბოლას დრონების მიმართაა მოწყვლადი, არამედ ტრამპის ზეწოლის მიმართაც. და ორივე ამჟამად ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრება.